მოგესალმებით. ამ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ მოსწავლის განმავითარებელი შეფასების დაწერის ინსტრუქცია ელექტრონულ ჟურნალში. მოგეხსენებათ, დაწყებით კლასებში განსაზღვრელი შეფასებები არ იწერება და იწერება განმავითარებელი შეფასებები. ნახოთ, როგორ შევიტანოთ განმავითარებელი შეფასებები ელექტრონულ ჟურნალში. ამისათვის პირველ რიგში გავიაროთ ავტორიზაცია ელექტრონულ ჟურნალში, შევიტანოთ მომხმარებლის სახელი, პაროლი და გადავიდეთ ჩვენს ელექტრონულ ჟურნალზე. გამოჩნდება ის კლასები, რომლებსაც ვასწავლით ჩვენ ამა თუ იმ საგანს. დავაწყაპოთ იმ კლასს, რომელ კლასშიც გვინდა შევიტანოთ მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასებები. ამის შემდეგ გამოჩნდება მოსწავლეთა სია და დასწრების სვეტის გვერდზე, როგორც წესი, გამოჩნდება შეფასებების დაწერის სვეტი. მაუსის პლუსთან მიტანის შედეგად გააქტიურდება ეს პლუსი, ხოლო მასზე დაწყაპების შედეგად გამოვა ფანჯარა, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ განსაზღვრელი შეფასებების დაწერა, როგორც საკლასო სამუშაოში, ასევე საშინაო დავალებებში, ან განმავითარებელი შეფასების და კომენტარის დაწერა. განმავითარებელი შეფასებები უნდა დავწეროთ სწორედ ამ ველში. ჩვენ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად შევიდეთ თითოეული მოსწავლის ამ გრაფაში და დავეწყოთ ტექსტის დაწერა შიგნით, მაგრამ მე გირჩევთ წინასწარ მოამზადოთ მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასებები ცალკე ფაილში და შემდეგ კოპირებით გადაიტანოთ ამა თუ იმ მოსწავლის განმავითარებელი შეფასება მის შესაბამის განმავითარებელი შეფასების ან კომენტარის ველში. ასე უფრო მოწესრიგებულად გამოგივათ განმავითარებელი შეფასებების ჩაწერა და არც გრამატიკულ თუ ტექნიკურ შეცდომებს დაუშვებთ. ჩავწერე ერთ-ერთი მოსწავლის განმავითარებელი შეფასება, აქ ჩანს მისი მხოლოდ ნაწილი და მას შემდეგ, რაც განმავითარებელ შეფასებას დავწერ, დავაწყაპებ ღილაკს შენახვა. ამის შემდეგ გადავალ უკვე შემდეგი მოსწავლისთვის განმავითარებელი შეფასების დაწერაზე და ასე შემდეგ. იმისათვის, რომ გაგეადვილოთ განმავითარებელი შეფასების დაწერა, ამ ვიდეოს ქვეშ ვიდეოს აღწერებში მე შემოგთავაზებთ ფაილს, რომელშიც განთავსებული იქნება ონლაინ მედიების მიერ გავრცელებული განმავითარებელი შეფასებების მაგალითები. ეს განმავითარებელი შეფასებები იქნება სხვადასხვა საგნისა და მათ შორის იქნება ჩემს მიერ დაწერილი განმავითარებელი შეფასებების მაგალითებიც. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა ყურადღებისათვის. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანისთვის განმავითარებელი შეფასების დაწერა არის მარტივი და უკვე ნაცნობი თემა. მაგრამ არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც პირველად შედიან დაწყებით კლასებში და ამ ვიდეოთი მინდა, რომ მათთვის განმავითარებელი შეფასების დაწერა გავხადო უფრო მარტივი და ადვილად გასაგები. წარმატებებს გისურვებთ, თუ გინდა მსგავსი ტიპის ვიდეოების ნახვა, გამოიწერეთ ჩემი არხი და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.